გადაუდებელ მედიცინაში თბილისში პირველი ინტერნაციონალური კონგრესი ჩატარდა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. მასში 7 ქვეყნის 28 მომხსენებელი და ამ სფეროს სპეციალისტი მონაწილეობს. უცხოელმა სტუმრებმა ქართველ ექიმებს გადაუდებელ მედიცინაში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. კონგრესის სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხარდაჭერით იმართება. გადაუდებელი მედიცინა საქართველოში ალბათ ყველაზე ახალგაზრდა დარგია, ან ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დარგია. მან ბოლო 15 წლის განმავლობაში დაიწყო განვითარება და ჩამოყალიბება. დღევანდელი კონფერენცია, რომელშიც მრავალი ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი ღებულობს მონაწილეობას, ვფიქრობ, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამ მართლაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სპეციალობის განვითარებაში. გადაუდებელი მედიცინის განვითარება არის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი დღევანდელი სახელმწიფოს ჯანდაცვის სამინისტროსი, ასევე სამედიცინო კორპორაცია ევექსის, რომელიც არის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ჯანდაცვის სერვისების ქვეყანაში და თავისთავად ჩვენ ამ კონგრესს მხარს უჭერთ. დღეს არის 100-მდე დელეგატი ესწრება 7 სხვადასხვა ქვეყნიდან ამ კონგრესს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება.